საქართველოს ეროვნულ გმირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარის ჟიული შარტავას დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს პატივი მიაგეს. დღეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მოვედით გმირთა მემორიალთან და პატივი მივაგოთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ადამიანი, რომელიც არის სიმბოლო თავგანწირვის, შეუპოვრობის, სამშობლოსა და ერისათვის უანგარო სამსახურის. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვწუნდებით იმაში, რომ ჟიული შარტავა პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი მაგალითი დაგვიტოვა, არის ის მიუძდომელი სიმაღლე, რომლის გადალახვა შეუძლებელია. დღევანდელი სიტუაცია გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ დიდებული პიროვნების მიერ გავლილი გზა და მივუცეთ მაგალითი დღევანდელ ახალგაზრდობას, რომ არაფერი არ იკარგება, არაფერი არ ავიზრდება და ჩვენი ვალია ამ თაობას დავუტოვოთ ის დიდი მაგალითი, რომელიც მოგცა ბატონმა ჟიულმა თავისი თავდადებით, განწივით და საოცარი სიყვარულით ქვეყნისადმი. მოგვიანებით ცერემონია ვაკის პანთეონში გაგრძელდა, სადაც ეროვნული გმირის საფლავზე ვეტერანებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და მინისტრებმა გმირის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი და საფლავი გვირგვინებით შეამკეს. ყველა ეპოქას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყავს თავისი გმირები და თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი გმირი გახლავთ ჟიული შარტავა, რომლის სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აფხაზეთში ბატონი ჟიული საომრად არ ჩასულა, იქ ის ჩავიდა მშვიდობის დასამყარებლად. დღეს ჩვენ ჟიულის მივაგებთ რა პატივს, ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ბატონი ჟიული მისდევდა. ანუ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც არის ერთადერთი სწორი გზა იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმ მიზანს, რასაც ეს დიდი ადამიანი შეეწირა. ერთ-ერთი იმ ადამიანთგანი ვარ, ვისაც პატივი ერგო უშუალოდ ენახა ექსტრემალურ ვითარებაში და სიტუაციაში ბატონი ჟიული. იყო უაღრესად კეთილშობილი, უაღრესად შეყვარებული თავის სამშობლოზე და თავდადებული ადამიანი იყო. ალბათ სხვანაირი დასასრული ჟიულისთვის წარმოუდგენელი იყო იმ სიტუაციაში და იმ მოცემულობაში, რომელშიც ვიყავით. მე მინდა მიუსამძიმრო კვლავ მის ოჯახს, მთლიანად ჩვენ საქართველოს და ვიწამოთ და შევთხოვოთ ღმერთს და ჩვენ თავს იმის, რომ საქმე მისაყვანი გვაქვს ბოლომდე, ეს ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი და თავისუფალი, როცა გვყავს ესეთი სამაგალითო თავდადებული ადამიანები და გმირები ჩვენ ქვეყანაში. ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს 30-მდე თანამებრძოლთან ერთად მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.